მოგესალმებით დღის მთავარი თემები და სტუმრებით ეთერშია დღის ქრონიკა. დროებითი საგამოძიებო კომისია მორიგს ხდომაზე 2008 წლის აგვისტოს დღეებსა და ომამდე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე მსჯელობს. ამჯერად კომისიას რამდენიმე ადრესატი ჰყავდა, მათ შორის ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები და პოლიტიკური თანამდებობის პირები. ვინც დღეს დაბარებულთაგან პარლამენტში მისვლაზე უარი თქვა, ირაკლი ოქრუაშვილი იყო. მისი საკითხიც ისევე როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროკურატურაში გადამისამართდება. სამაგიეროდ კომისიაზე კითხვებს უპასუხეს გენშტაბის ყოფილმა მეთაურმა გენერალმა ზაზა გოგავამ, სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა ქოიავამ და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ შალვა ჯანაშვილმა. გამოკითხულების ნაამბობიდან გამოიკვეთა, რომ 2008 წლის ომის დაწყებამდე ქვეყნის მაშინდელ პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას ჰქონდა ცნობები შესაძლო და მოსალოდნელი საბრძოლო მოქმედებების შესახებ, რასაც ასევე მოასწავებდა მათ შორის გახშირებული პროვოკაციებით ცხინვალის რეგიონში. დღევანდელ ხდომაზე ითქვა იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც, რაც თავდაცვის სამინისტროში 2003-2004 წლებიდან დაიწყო და მოგვიანებით ჯარიდან ომის ვეტერანების ტოტალური გაშვებით დასრულდა. როგორ განიხილებოდა სამხედრო მოქმედებების გეგმა, რა როლი ჰქონდათ ამ პროცესებში სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელებს და რა შედეგზე შეიძლება გავიდეს საგამოძიებო კომისია მუშაობის ბოლო ეტაპზე უკვე ჩატარებული საჯარო სხდომებიდან გამომდინარე. დღის ამ და სხვა მთავარ თემებზე ჩვენი სტუმრები არიან რატი იონათამიშვილი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი და იურისტი ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი გელა ნიკოლაიშვილი. ჩვენი პირველი სტუმარი რატი იონათამიშვილია, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. ბატონ რატის აღმშვიდობის, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დაბარებული მოწმეები მეორე დღეა ვადევნებთ თვალს, რომ იმსხსენებენ იმ პერიოდს თუ რა მოქმედებები ვითარდებოდა 2008 წლის ომამდე და ომის დღეებში. თქვენთვის როგორც ამ კომისიის შექმნის ინიციატორი გუნდის წარმომადგენლისთვის რა გამოჩნდა ამ მონათხრობებიდან ისეთი, რაც აქამდე არ იყო ცნობილი როგორც საზოგადოებისთვის, ასევე პოლიტიკური წრეებისთვის? მოგესალმებით ნათია, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. დიახ, ეს არის ისტორიული პროცესი და ნებისმიერი ადამიანი, ვინც ადევნებს თვალს დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობას, დამეთანხმება იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ სააკაშვილის რეჟიმი ეს იყო სისტემური დანაშაულების შემოქმედი ბრჭყალებში ხელისუფლება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვწმუნდებით, რომ ფაქტობრივად მიმართულება არ დატოვეს იმ ადამიანებმა, რომ არ ჩაედინათ დანაშაული და მასშტაბები ამ დანაშაულისა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე იყო გაუგონარი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ეს პროცესი ახალგაზრდებისთვის და თუ იმეს დაავიწყდა ან არ ახსოვს ახალგაზრდა და აქედან გამომდინარე საკუთარ თავზე არ უგრძნია სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები, ამ მხრივ მათთვის ძალიან საინტერესო იქნება და კარგი გაკვეთილი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეჟიმის ანასხლეტები დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას და დღესაც ცდილობენ სამაგიერო გადაუხადონ ქართველ ხალხს, ვინაიდან ქართველმა ხალხმა უკვე 9 არჩევნებში მათ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სიახლეებს, მაგალითად, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის ფაქტი, რომელიც კონკრეტულად მეც არ ვიცოდი, როდესაც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ თურმე 2007 წლის შემოდგომაზე პუტინს პირადად უთქვამს სააკაშვილისთვის, რომ კოსოვოს кейსთან დაკავშირებით ის სამაგიეროს გადახდას ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მაგალითზე აპირებდა და ის რომ სააკაშვილმა ამის შესახებ არ უთხრა ქართველ ხალხს და არ გაუზიარა ეს საფრთხე ჩვენს მოსახლეობას და არ ატეხა საერთაშორისო განგაში პუტინის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე მიმტოვებს გონივრულ ეჭვს, რომ ის შემდეგ რაც განხორციელდა აგვისტოში, იყო ვიღაცასთან სინქრონულად მართული. და მით უმეტეს, როდესაც ვიგეთ, რომ ამ ხნის განმავლობაში არათუ ის ხალხს აგებინებს ამას, არამედ შვეიცარიაში მიდის იმისთვის, რომ ჩაიტაროს გამაჯანსაღებელი პროცედურები. აი ესეთი შემზარავი ადამიანები მართავდნენ სამწუხაროდ საქართველოს იმ პერიოდში და ძალიან კარგი არის, რომ ამ კომისიის მუშაობა ესე პროაქტიულად მიმდინარეობს. ამ ქვეყნის ერთგული პატრიოტი, პროფესიონალი ადამიანები არიან ამ კომისიის წევრები და მე დარწმუნებული ვარ, რომ სანამ ეს კომისია დაამთავრებს მუშაობას, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გავიგებთ. ან კიდევ
გავიხსენებთ იმას, რაც მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის და რაც არასდროს აღარ უნდა განმეორდეს. იქიდან გამომდინარე, რა მასალებიც იყრის თავს ამ კომისიაზე, მაინც პროცესების რა განვითარებას ვარაუდობთ, მას შემდეგ რაც ეს პროცესი წავა ერთგვარად დასასრულისკენ, ეს იქნება პროკურატურის საქმე, შემდეგ დააკისროს პასუხისმგებლობა ცალკეულ პირებს, თუ საქმე შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ დადგეს თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე პარტიის, როგორც პოლიტიკური წარმონაქმნის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ვიცით იმ დანაშაულების უკან, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ჩადიოდა, სწორედ ეს პარტია იდგა. და ნაციონალური მოძრაობის დანაშაულები სტრასბურგის სასამართლოშიც არის აღნიშნული, რომ სისტემური ხასიათის იყო და ის სხვადასხვა სახელმწიფო შტოების ვიდან იმართებოდა. და რა თქმა უნდა, ამ ვერტიკალის თავში იდგა სააკაშვილი, მაგრამ ის არ არის ერთადერთი, ვისაც ეს პასუხისმგებლობა აკისრია. ეს პასუხისმგებლობაში არის მონაწილე ყველა ის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვინც მისი თანამზრახველი იყო ამ დანაშაულებიდან გამომდინარე. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოყვება ლოგიკური გაგრძელება, ჩვენ წინასაარჩევნო ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს და ეს დროებითი საგამოძიებო კომისია დარწმუნებული ვარ შექმნის შესაბამის საფუძვლებს იმისა, რომ თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს პროცესები, ვინაიდან ის პარტია, რომელიც თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ანტიქართული მოქმედებებით გამოდიოდა და გამოირჩეოდა მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყო, მას შემდეგ, როდესაც ოპოზიციაში არის, ნაციონალური მოძრაობა ყველა ეტაპზე ებრძოდა ქართულ ხალხს და ებრძოდა საქართველოს წინსვლას, პროგრესს და განვითარებას, ებრძოდა ქართულ ოჯახებს, ებრძოდა წარმატებულ ადამიანებს და ეს ზნე მას არ შეუცვლია. უბრალოდ მაშინ ის აკონტროლებდა ხელისუფლების ყველა შტოს და რა თქმა უნდა გაცილებით მეტი შეეძლო ამ ხრივ დაეშავებინა და ფაქტი არის, რომ 300,000 ადამიანი გაასამართლა ნაციონალურ მოძრაობად ჩვენ ქვეყანაში. და რაც ოპოზიციაში არის, იქიდანაც მუდმივად თავს ესხმის საქართველოს, არა კონკრეტულად ქართულ ოცნებას, არამედ იმ პროცესებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეროვნული უსაფრთხოების იქნება, ეს ეკონომიკური, სოციალური უსაფრთხოების იქნება, თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ყველგან ყოველთვის საქართველოს საწინააღმდეგო პოზიციას ირჩევენ. ეს შემთხვევითი არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის ამ პარტიის და მისი ანასხლეტების, ან მისი ეგრეთ წოდებული პარტიუკების, რომლებიც ფილიალები არიან სინამდვილეში ისევე ნაციონალური მოძრაობის, მათი ზნე და ბუნება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამას აუცილებელი არის, რომ მოყვეს სამართლიანი რეაგირება. რაც ეხება ცალკეული პოლიტიკური ლიდერების უარს კომისიის სხდომაზე მისვლაზე, ისინი პოლიტიკური ანგარიშწორების მიზნით დადგმულ სპექტაკლს უწოდებენ ამ მიმდინარე სხდომებს და ამით ამართლებენ ზოგიერთი ლიდერის მიერ სხდომაზე მიუსვლელობას. თქვენი დაკვირვებით, მაინც რა არის მთავარი მოტივი ოპოზიციის ლიდერებისგან უარის? ისინი კითხვებს არიდებენ თავს თუ კატეგორიულად არ სურთ მოახდინონ ამ მისვლით პარლამენტის და პარლამენტში შექმნილი კომისიის ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ მაგალითად დღეს ხაზარაძემ განმარტო, რომ ის კითხვებზე პასუხისთვის მზად არის უბრალოდ სასამართლოს წინაშე. ვინც კითხვებზე საპასუხო მზად არის, სასაკვირველია მივა ამ კომისიაზე, მაგრამ ჩვენ რას ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ემალებიან საჯაროობას, ემალებიან იმ კითხვებს, რომლებიც გააჩნია ჩვენ საზოგადოებას. წინასაარჩევნო პერიოდში ეს ადამიანები საკუთარ ამორჩევლებს ემალებოდნენ და ეხლა, როდესაც მიმდინარეობს დროებითი საკამოძიებო კომისიის სხდომები, ემალებიან ამ კომისიას, მაგრამ ვინც როგორ არ უნდა დაიმალოს, პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაიქცევა. და ყველა შევახსენებ, რომ ამ კომისიისგან თავის არიდება, კითხვებზე თავის არიდება და გამოუცხადებლობა ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით და ეს მიდგომა არის ევროპული სტანდარტის. ასე რომ ეს ადამიანები, ვინც არ ცხადდებიან კომისიაზე, სინამდვილეში აღიარებენ, რომ ისინი არიან თანამზრახველები დანაშაულების და სწორედ ამიტომ იქცევიან ასე. სხვა მხრივ პირიქით მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ წარსდგნენ ამ კომისიაზე და საკუთარი პოზიციები გააჟღერონ. და ლოგიკურიც ესე იქნებოდა, მაგრამ სწორედ ის, რომ ეს ადამიანები ეშინიათ, იმალებიან და არ ცხადდებიან კომისიაზე, გვაჩვენებს იმას, რომ ამით ფაქტობრივად ისინი აღიარებით ჩვენებებს იძლევიან და თუ გონია იმას, რომ პასუხისმგებლობას გაიქცევა, არა ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ ყველა იმ ლეგიტიმურ კითხვას გასცემ პასუხი, რომელიც ჩვენ საზოგადოებას ასევე ლეგიტიმურად გააჩნია. ვინაიდან ამ კომისიის წევრები სწავლენ ზუსტად იმ კითხვებს, რომელიც
ჩვენ საზოგადოებას აქვს. კი ბატონო, შევეხოთ შემდეგ თემასაც, რაზე საუბარიც და დასმულ კითხვაზე პასუხი ოპოზიციას არ უყვარს. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. რატომ გადავდივარ ამ თემაზე? იმიტომ რომ როდესაც ისინი ამბობენ, რომ კომისიაზე არ მიდიან, იმიტომ რომ არ მოახდინონ ლეგიტიმაცია პარლამენტის და კომისიის, ასეთივე ლეგიტიმაციად თვლიან ზოგიერთი პარტიის ლიდერები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაშვებასაც. მაგრამ გაჩნდა გარკვეულწილად მოსაზრებები ოპოზიციური პარტიების რიგებში, რომ თუ არ შედგება შემოდგომაზე ტოტალური ბოიკოტი, მაშინ ზოგიერთი მათგანი განიხილავს და მზად არის იმსჯელოს ამ არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს ტენდენცია მათ პოზიციაში ცვლილებად აღიქმება თქვენთვის? პირველი რაც მინდა აღნიშნო, მიიღებს თუ არ მიიღებს რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, შედეგი იქნება ერთი და ეს შედეგი იქნება გარდამტეხი სწორედ რადიკალური ოპოზიციის გაქრობის პროცესში ქართული პოლიტიკიდან და ეს შედეგი იქნება დააჩქარებს ძალიან ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, რეალურად შედეგების თვალსაზრისით მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, მაგრამ აქ ახლა სხვა საკითხი დგას დღის წესრიგში ჩემის აზრით. რა ინფორმაცია ჩვენ გვაქვს ის პირები, რომლებიც უნდა გამხდარიყვნენ პარლამენტის წევრები და აი ამ რაღაც წერილების დაწერის გამო, ასე ვთქვათ და მართლაც არჩევნების სამართლიან შედეგებს არცეს პატივი და აქედან გამომდინარე ჩახსნეს საკუთარი სიები, დღეს არიან ძალიან გულდაწყვეტილები, ძალიან ნანობენ ამას და ერთ-ერთი შიდა განხეთქილების და დაპირისპირების მიზეზი არის ესეც, ვინაიდან ამ ადამიანებს უნდათ და თან ძალიან უნდათ პარლამენტის წევრობა და ძალიან დამწუხრებულები არიან, რომ ამისი შანსი მოესპოთ მათ. თუმცა ძალიან დამსახურებულადაც ეს ადამიანები არც იმსახურებენ იმას, რომ თუნდაც მცირე ჯგუფები წარმოედგინათ საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ეს სურათი რომ და მოცემულობა რომ არის ამ რადიკალურ ოპოზიციაში, ვიცით და იმასაც შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ წერილებს წერდნენ არ გვინდა პარლამენტის წევრობაო, ამავდროულად სოციალურ ქსელებში სტატუსებს ახლებდნენ და საქართველოს პარლამენტის წევრები ვართო ამბობდნენ და აქაც საკუთარ უბადრუკობას უსვამდნენ ხელს. მაგრამ ამ ადამიანებს ხარავინ არ ეკითხებათ რა უნდათ, რა არ უნდათ და რა ინტერესი აქვთ. რასაც ავალებენ, იმას ასრულებენ და სწორედ აგენტურის სავალალო ბედი არის ეს, რომ მას საკუთარი აზრი არ გააჩნია და სხვისი ბრძანებების უპირებო შემსრულებელია. შესაბამისად, რა ბრძანებასაც მიიღებენ, იმ ბრძანების შესაბამისად იმოქმედებს. უბრალოდ ერთი არის ფაქტი, რომ როგორი ბრძანებებიც არ უნდა მოვიდნენ, ამათ აქ არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ იმას, რომ რაიმე სახის კაპიტალი კონდეთ. ვინაიდან სრულიად გაბანკროტებული არის, სრულიად განადგურებული არის რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, ეს გამოიწვია ზუსტად იმან, რომ ეს ადამიანები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ არა სახელმწიფო ინტერესებისგან, არა ამ ქვეყნის ინტერესებისგან, არამედ იმ მცირე რიცხოვანი ამორჩევლის ინტერესებისგანაც კი, ვინც მათ უჭერდა არჩევნებს მხარს, მათაც კი ემალებიან, მათთან პირისპირ დარჩენის შიში და ფობია გააჩნიათ უკვე. შესაბამისად, როგორც ესეთი უპასუხისმგებლო და მშიშ არ არის რადიკალური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ის არჩევნებში ხელმოწარული იქნება ყოველთვის და ყველგან ხელმოწარულიც დარჩება. აქედან გამომდინარე, სწორედ აი ამ დეგრადაციას უყურებთ ახლა ჩვენს და ამას ვადევნებთ თვალს, მაგრამ ძალიან კარგი, რაც ნაკლებად იქნება წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკაში აგენტურული ოპოზიცია, მით უკეთესი იქნება ქართული პოლიტიკური პოლიტიკური ჩართულობა თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი არჩევნებზე, რომ ბევრმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა. ვიცით რა არის, ჩვენ გვაქვს ესეთი მდგომარეობა, რომ მაგალითად რადიკალური ოპოზიცია და განსაკუთრებით არის გაბატონებული ჩვენ ნაციონალური მოძრაობა და მის საფარქვეშ არსებობენ ეს სხვა პარტიები, რომლებსაც თვითონ პარტიუკებს ეძახდნენ. და ყველაზე საინტერესო იყო ის, როდესაც სააკაშვილი ამ ეგრეთ წოდებულ პარტიებს უწოდებდა პარტიუკებს, ესენი არ აპროტესტებდნენ და ეთანხმებოდნენ, რომ პარტიუკები ვართო და აქედან ჩანს მატერიალური დამოკიდებულება ერთმანეთთანაც, პოლიტიკური პროცესებთანაც და ასე შემდეგ. ამიტომ ზედმეტი წონის მინიჭება ესეთი მართლაც პარტიუკებისთვის. ვფიქრობ, რომ ნამდვილად არარელევანტური არის და მათი გაქრობა ავტომატურად გამოიწვევს ისეთი პოლიტიკური ძალების გამოჩენას, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის, რომლებიც იქნებიან არა გარე ბატონების სამსახურში, არამედ დაემორჩილებიან და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარი ამორჩევლების
ნებასა და ინტერესებს და ეს უნდა იყოს პირველ რიგში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის. მაგრამ როდესაც პოლიტიკური პარტია არ ხარ და ხარ მხოლოდ პროექტი, რასაკვირველია ამ შემთხვევაში პროექტის ავტორის ბრძანებებს ემორჩილებ. კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ, შედარებით მოკლედ, რა კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობთ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ოფლაერტიმ გამოაქვეყნა მემორანდუმი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, რომელშიც ერთ-ერთი პუნქტი არის ლგბტ პირთა შელახული უფლებები და ოჯახური ღირებულების შესახებ კანონის გაუქმების მოწოდება. ოფლაერტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის კრიტიკით გამოირჩეოდა მანამდეც, მახსოვს, როდესაც ის რამდენიმე თვის წინაც იყო ჩამოსული თბილისში, მაშინაც მიუთითებდა ამ კანონის ერთგვარ შეუთავსებლობაზე ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. როგორ ხსნით ახლა ამ საკითხის ისევ გააქტიურებას? რამე კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით აქვს ევროსაბჭოს კომისარს ეს მოთხოვნა თუ შეიძლება ამ თემის ისევ წამოწევა გახდეს მორიგის საბაბი იმაზე აპელირებისთვის, რომ საქართველოში ყველაფერი რიგზე არ არის? საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. და მე რთულად მახსენდება ისეთი ფართო კონსენსუსი ქონოდა რომელიმე საკითხს, რომელიც ნამდვილად ზეპოლიტიკური საკითხი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის, როდესაც ის პროცესი საქართველოს პარლამენტში ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე, როდესაც მუშაობდით. და ეს ასეთი მხარდაჭერა და დაკვეთა არც ერთ სხვა ინიციატივას არ ქონია ფაქტობრივად საქართველოს პარლამენტში. ამიტომ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პირველ რიგში სწორედ ამ დავალების ქვეშ მოქმედებთ ჩვენ. ამ დავალების გამცემი არის მისი უზენაესობა ქართველი ხალხი. ეს ეხლა ესეთი ანგარიშები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური საკითხებით არის განპირობებული და მოტივირებული და მას რეალურად ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის ინტერესი არ გააჩნია, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ იქნება ჩვენთვის საინტერესო და იქ ჩვენ, როდესაც გადავხედე მეც ამ ანგარიშს, ნახე ბევრი ისეთი საკითხი, როდესაც მაგალითისთვის რომ თქვა, იგივე ქართულ სამართალდამცველების მოქმედებები არის გაკრიტიკებული, თუმცა მსგავს ანგარიშებში ჩვენ ვიცით, რომ ქართული სამართალდამცველები შენ შემთხვევაში ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებენ, ვიდრე მათი ფრანგი ან გერმანელი კოლეგები და თუ იმეს გონია, რომ გერმანელებს და საფრანგეთს ვერ გაუბედავს რაღაც გაკრიტიკებას და საქართველოს მიმართ გონია, რომ ჩვენ დაბალი ღობე ვარ და აქ უფრო დიდი გული ექნება, ძალიან მწარედ ცდება და ესე ნამდვილად არ არის. ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტიც, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიც და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროექტიულ დღესასწაულს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ქმნიდეთ. აქედან გამომდინარე, ესეთი სუბიექტური და კონკრეტულად თქვა და ესეთი ანგარიშები, რომელიც არ ემსახურება სინამდვილეში სწორედაც რომ დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას ჩვენთვის საინტერესო ვერ იქნება. მადლობა, რატიო ნათამიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, დღის ქრონიკის სტუმარი. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას და ახლა პირდაპირ ეთერში სასაუბრო შემოგვიერთდება იურისტი, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გელა ნიკოლაიშვილი. მოგესალმებით ბატონო გელა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე და ამ სხდომებზე განხილულ საკითხებზე მინდა დავიწყოთ საუბარი. მეორე დღეა, ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემას ეთმობა ამ კომისიის სხდომები. ეს არის 2008 წლის ომი და ომამდე არსებული ვითარება. ვხედავთ, რომ კონკრეტული პირები სცემენ პასუხებს კომისიის წევრების კითხვებს. თქვენთვის რა აჩვენა უკვე განხილულმა თემებმა? მსგავსი კომისიის საჭიროება რამდენად აჩვენა, იმიტომ რომ ასეთი კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყავით თქვენ და თქვენი თანამოაზრეები. მოგესალმებით. გეთანხმებით, არათუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში 2012 წლის შემდეგ ჩვენ 2013 წლიდან უკვე აქტიურად მონაწილეობდით იმ მოძრაობაში, რომელიც მოითხოვდა ასეთი კომისიის შექმნას და გამოძიებას იმ საქმეების, რომელიც უკავშირდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევას, სახელმწიფო ინტერესების დარღვევას, სამწუხაროდ გვიან, მაგრამ მაინც შედგა ასეთი კომისია, როგორც გვიან ვიდრე არასოდეს. ერთი მომენტი არის ის, რომ ამ კომისიას რაღაცა უფლებამოსილება გარკვეულად შეზღუდული აქვს, იმიტომ რომ როგორც მე გავეცანე, მათ უფლებამოსილებაში, ეგრეთ წოდებულ წესდებაში არის მითითებული, რომ ეს ეხება მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ დაშვებულ შეცდომებს თუ დანაშაულებს და მათ გამოძიებას. ბუნებრივია გარკვეულად ზღუდავს წრეს, იმიტომ რომ იქ შეიძლება სახელმწიფო თანამდებობის პირი არ იყო გარკვეული მაღალი თანამდებობის პირი, მაგრამ
ძალიან ბევრი იყო ისეთი არასამართლიანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული და ადამიანების დაჩაგრული, რომ მხოლოდ ეს არ იკვეთებოდეს თქვათ იუსტიციის მინისტრის თუ პრეზიდენტის თუ სხვა მინისტრის დანაშაული, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლეების თუ სხვა დეპარტამენტის თავმჯდომარეების თუ პროკურორების დანაშაულები იკვეთებოდეს. მაგალითისთვის გეტყვით, მაგალითად ბატონი ჯემალ ლეონიძე, რომლის გამამართლებელი განაჩენის პროცედურებში მე მონაწილეობდი, მართალია თავის დროზე როცა დაპატიმრებული იყო მე მაშინ არ ვიყავი მისი ადვოკატი, მაგრამ რადგანაც შემდგომში სააპელაციო სასამართლოში მე მონაწილეობდი მის საქმის გადახედვაში, ამიტომ ვიცნობ ძალიან დეტალურად მის საქმეს და იქაც იმიტომ მოხვდა ამ კომისიის ძალთახედვის არეში, რომ იქ იკვეთებოდა უკვე დავით კეზერაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები და ამიტომ თორე ისე უამრავი ადამიანია, რომელიც მეც სხვა ადვოკატებსაც მიმართავს და თხოვს, რომ იქნებ ამ კომისიის განსჯის საგანი იყოს ჩვენი საქმეო, მაგრამ სამწუხაროდ ამ კომისიის განსჯის საგანი ყველა საქმე ვერ იქნება და მათი გარკვეული უფლებები, რომლებიც დღემდე არ არის აღდგენილი, ისე დარჩება, ან იმ დეპარტამენტმა უნდა გამოიძიოს, რომელიც პროკურატურაში არსებობს. რაც შეეხება ომთან დაკავშირებულ დანაშაულებს, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად გამოსაძიებელი იყო და აქამდეც უნდა მომხდარიყო და როდესაც ეს უყოფილი თანამდებობის პირები ჩვენებას აძლევენ, იქ უკვე პრაქტიკულად იკვეთება ყველა ის, რა ვიცი, გადაცდომა, დანაშაული, შეცდომა თუ სხვა არასწორი მოქმედებები, რომლის გამოც საბოლოო ჯამში საქართველოს დაკარგა ის ტერიტორიები, დაკარგა არა ათეულობით და ასეულობით ადამიანის სიცოცხლე, როგორც სამოქალაქო პირების, ასევე სამხედროების და ამისათვის დღემდე პასუხი პრაქტიკულად არავის უგია და მე მიყვარს იმ ადამიანების, რომლებიც რეალურად თავის თავს უფლებადამცველებს უწოდებდნენ, იმ დროსაც კი, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება იყო, მოითხოვდნენ, რომ პასუხი ეგოთ დამნაშავეებს, შემდგომ პირველ წლებშიც ახალი ხელისუფლების მოსვლის და დღეს ამბობენ, რომ იცით რა, ეს არის აი პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი ამ კომისიის შექმნა და ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა თითქოს არის რაღაცა არასწორი ქმედება რბილად რომ ვთქვათ და მხოლოდ პოლიტიკური სიტუაციიდან გამოდიან და პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობენ და სინამდვილეში ახლა როდესაც აქ ლაპარაკია ვინ დააშავა, ვინ დაარღვია ადამიანის უფლებები, ვინ შელახა სახელმწიფო ინტერესები, ამას არ აქვს ხანდაზმულობის ვადა, ეს ყოველთვის იქნება გამოძიების საგანი და ის ფაქტი, რომ თქვათ, დღესაც კი ფაშისტური გერმანიის პოლიტიკის დამნაშავეებს, დღესაც კი ვინც კი ცოცხალი დარჩა, დღესაც კი დევნიან და ეძებენ, სწორედ ამის მინიშნებაა. და ჩვენ უნდა ავიღოთ მაგალითი, თუნდაც აქედან და თუნდაც საერთაშორისო ნორმებიდან და არ უნდა ვიხელმძღვანელოთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ მაგალითად ორმა კომისიაზე დაბარებულმა, რომლებიც იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრები, დღეს გავრცელა განცხადება პარტიამ, რომ მათ დატოვეს პოლიტსაბჭო იმის გამო, რომ კითხვებზე გაეცათ პასუხები. ეს აზა გოგავას შემთხვევა იყო მაგალითად ასეთი. თუ პოლიტიკოსების მხრიდან აი კითხვებზე პასუხებზე უარი გაგრძელდა იმ მოტივით, რომ მათ არ სურთ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება და ეს ტენდენცია თუ გავრცელდა სხვა ოპოზიციონერ ლიდერებს შორის, როგორ ფიქრობთ ეს თავად კომისიის მუშაობაზე, როგორ აისახება და შედეგზე? იცით, ჯერ ერთი ეს გოგავა და ყურაშვილი, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, მე მგონია, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ალბათ იმ პარტიაში იყო დიდი შეხლა შემოხლა და წინააღმდეგობა, რომ ამ ადამიანებს უნდათ მისვლა, აქვთ ალბათ რაღაც სათქმელი, თუნდაც თავისამართლებელი და ესენი უდგებიან სამართლებრივი კუთხით ამ ყველაფერს, მაგრამ პარტია მიუდგა პოლიტიკური კუთხით და დაუყენეს საკითხი, როგორც ჩანს, რომ ყველანაირი თანამდებობიდან გადადით ვექით და მაშინ ისე მიეცით ჩვენებაო. არა უშავს, ნუ ყოველ შემთხვევაში ესეთ სამართლებრივ სივრცეში შედიან და კარგია
ეს და რაც შეეხება დანარჩენებს, აი მაგალითად ხაზარაძე და ჯაფარიძის უარი ძალიან ცუდად იქნა აღქმული, იმიტომ რომ თუ ადამიანს სათქმელი აქვს, თუნდაც თავის სამართლებელი, თუნდაც ტყუილად აფრთხილის რომ ვიღაცა ცილს წამებს, ვიღაცა ტყუილს ამბობს, ეს ხო საჯაროა, მათ ხო იქვე შეუძლიათ გასცემ პასუხი და რა ვიცი, მე არ მესმის მათი мотиваციის უბრალოდ ხაზს უსვამენ რომ აი არალეგიტიმური, ნუ ესეც ხო რაღაცა საბავშვო ბაღად იქცა რომ რომელი არალეგიტიმური, მალე ალბათ ერთი წელი შესრულდება რაც ეს ფუნქციონერებს ეს პარლამენტიც, ეს ხელისუფლებაც და ათეულობით სახელმწიფოსთან ურთიერთობა და ნუ ეს თავის თავს იტყუებენ და თავის მომხრეებსაც ატყუებენ იმაში რომ აი ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და აქედან გამომდინარე აი თქვენ 100-მა კაცმა თუ 200-მა თუ 1000-მა თუ 50-მა კაცმა ოღონდ გადაკეთეთ რუსთაველი და ეს იქნება აი მუდმივი უწყვეტი პროტესტის ნიმუში და ამით ჩვენ დასავლეთი მხარს დაგვიწერს და ნუ ბოლო ეს ფრუსტრაცია და ეს რეალობისთვის თვალის გასწორება ალბათ მოვა ამის დროც ეხლა არიან ჩაჭედებული იმას რომ თქვათ აი ახლა რაღაცა იქნება 27-ში ეს მეგობარი აქტი, რაღაცა იქნება 31 მარტს ხალხი მოვა ამ აქციაზე, რაც არ უნდა ხალხი მოვიდეს აქციაზე, როდესაც 800,000 ადამიანმა ოპოზიციას მისცა ხმა, რა გასაკვირია რომ 800,000-დან თუნდაც 1% მივიდეს იმ აქციაზე და ვიცით რომ არის იმ 800,000 რომელსაც არ უნდა ეს ხელისუფლება, მაგრამ და ყველა ქვეყანაში არის ეს, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ რომელიმე ხელისუფლება არალეგიტიმურია და ესეც მე მიმაჩნია ძალიან გულუბრყვილობა და ბავშვობას, როდესაც არ მიდიან ამ კომისიის ხდომაზე და ამით რაღაცის ჩვენება უნდა ვთქვით. თქვენ საუბრის დასაწყისში ხაზი გაუსვეთ იმას, რომ 2012 წლიდან ითხოვდით მსგავსი კომისიის და მსგავსი საკითხების გამოძიების საჭიროებას აყენებდით და ასევე გაიხსენეთ კონკრეტული საქმეები, რომელზეც შეიძლება ვერ გავრცელდეს, ხომ კომისიის ვერ დაფაროს ამ კომისიამ. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ კარგად იცნობთ ასეთი ტიპის საქმეებს, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით ასეთ თემაზე, მაინც აი ბოლო დროინდელი კომისიის ხდომებიდან თქვენთვის რა გამოჩნდა ისეთი აი ამ საჯარო ხდომებზე, რაც აქამდე არ იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის და ცნობილი იყო მაგალითად ვიწრო პოლიტიკური ან ანალიტიკური წრეებისთვის. იყო ასეთი საკითხები? ახლა ჯერჯერობით ეს ორი საქმე ჯემალ ლეონიძის და მის რა ქვია ხარბესო ხარჯიანის საქმე ეს წმინდა სამართლებრივი საქმე იყო, არც ხარჯიანი იყო პოლიტიკოსი და არც ლეონიძე და ეს არის სამართლებრივი საქმეებიდან ძალიან ნიშანდობლივი და აი იმის თქმა მინდა რომ სხვა საქმეებიც არის ისეთები რომლებიც საჭიროებენ მიხებას ძალიან რბილად რო ვთქვა. აქედან გამომდინარე ხა კონკრეტული საქმეების დასახელება ძალიან სორს წაგვიყვანს. ახლა მაგალითად გირგვლიანის მკვლელობის საქმე ხო უკვე სამართლებრივად იხილება და ის კონკრეტული პიროვნებები არიან პასუხისგებაში მიცემული და იგივე ვალერი გელაშვილის ჩემის საქმეც ისიც იყო პრაქტიკულად დასრულებული. იქაც მაღალი სახელმწიფო თანამდებობის, პოლიტიკური თანამდებობის პირები იღებდნენ იქ მონაწილეობას, იყვნენ ბრალდებულები და უკვე მსჯავრდებულებიც და აქედან გამომდინარე მე იმედი მაქვს რომ უფრო აქტიურად იქნება ამუშავებული ის დეპარტამენტი გენერალურ პროკურატურაში, რომელსაც ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს და იმ კუთხით იქნება უფრო მეტი ეფექტური მუშაობა ჩატარებული. მადლობა. გელა ნიკოლაიშვილი იურისტი იყო ჩვენი სტუმარი. დღის ქრონიკა ამით დასრულებულია. დაელოდეთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვება ზუსტად 8 საათზე. მიმდინარე სიახლეებს გაეცანით იმედი ნიუზ-ჭიზე. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.